ბორია ივანაშვილი როგორც თანამედროვე შაჰაბასი ახლა უკვე ვენახებსაც მისდგა. ვენახებს ანადგურებენ ქართველებო იქნება შეირყეთ რა ვიცი იმაში. ტვინის რომელიღაც ობოლ უჯრედში. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აბსოლუტურმა არარაობამ რომელიც პარალელურად ეკოლოგიის სამინისტროს არის რა ქვია მფლობელის და ხელმძღვანელის და თან ჰესებს აშენებს მისი ოჯახი რაჭებში და იმეებში რა ქვია სვანეთებში გამოსცა ბრძანება რომლის მიხედვითაც ვენახის დოკუმენტაცია დაგჭირდებათ ანუ თქვენ რომ ვენახი გქონდეთ ისეთი რომლიდანაც ყურძენს ჩააბარეთ სახელმწიფოს საწარმოო სერტიფიკატი დაგჭირდებათ და ამ საწარმოო სერტიფიკატის მისაღებად თქვენ უნდა ამ მიწის ანალიზები უნდა აკეთოთ და მთელი უბედურება 1000 ლარი მაგაში დაგიჯდებათ და შესაძლოა არც მოგცენ იმის მიწის ანალიზი, იმიტომ რომ საქართველოში ბევრი ვენახია ისეთი გაშენებული იმ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს გაშენებული, ხო, მაგრამ ასე გამოვიდა. მოკლედ, ვენახებს კლავენ, კერძო მევენახეებს, ანუ ეს რას ნიშნავს? მარტივადო გადავთარგმნოთ. ბორიას და მისი მაფიის მოფიქრებით ყურძენი აღარ უნდა გახდეს ჩასაბარებელი, თვითონ უნდა მოიყვანონ ეს ყურძენი ამ საწარმოებს უკვე ხო აქვთ თავიანს ვენახები და აღარ დააწეს ბიუჯეტს ტვირთად ამ სავენახე რთველების დროს დაფინანსება ბიუჯეტის, ხო? ანუ მაქსიმალურად შეკრეჭავენ მევენახეების რაოდენობას და ყურძენსაც ვეღარ ჩააბარებთ. იმიტომ არ გექნებათ შესაბამისი სერტიფიკატი, არ მოგცემენ უпростоრად სერტიფიკატს იმის გამო რომ გეტყვია რომ შენი მიწა არ არის ვარგისიანი აქ ვენახის მოსაყვანად და ჩვენ არ ჩავიბარეთ ასეთ ყურძენს. აი ასე, შაჰაბასია ბორია. პირდაპირ მნიშვნელობით, ხო, რას შაჰაბასი აკეთებს და ბორიაც იმას აკეთებს. უნდა გაანადგუროს ვენახები და მხოლოდ მის მაფიას კონდეს ექსკლუზიური უფლება ყურძნის მოყვანის, ჩაბარების და გაყიდვის და ღვინის დაყენების, ხო, საწარმოო მიზნებით. აი ეს არის. რას აკეთებს მისი მაფია, რა ვიცი, ყველგან აფთიაქებშია, სამშენებლო მაფია, მაგისია, ყველაფერი, ნებისმიერი მაფია ხო მთავარი ბოსის რუსი დივერსანტის ბორიას ქვეშ არის მოქცეული. ქართველები კიდევ მათი, რა ვიცი, მოსამსახურე პერსონალი პირდაღიებული, როდის მისცემენ სუპის ჭამის უფლებას და მალე მაგას აღარ მისცემენ. მე მაინც იმღერებენ პოლიქრონიას, როგორც იმ ცნობილ ფილმში და რომანშია. არქიფოსეთურის სადიდებლად. არც ახლა მოიღებთ ხალხო ხმას ვენახებს რო გინადგურებენ? და შაჰაბასად რომ მოგივიდათ ეს ბორია, ახლა მაინც ვეხვდებით ვინ არის? გავრცელეთ ეს ვიდეო, ბევრმა ადამიანმა ნახოს.